ჩვენთან არის ღმერთი. იგავი მდიდარ კაცსა და ღარიბ ლაზარეზე შემოგთავაზა დღევანდელმა საკვირაო სახარებამ. ლუკას სახარებიდან წავიკითხეთ ეს ცნობილი მონაკვეთი. მას შეიძლება სხვაგვარადაც ეწოდოს იგავი სარკის შესახებ. სარკე, შენი სარკე ადამიანისა. რატო შეიძლება სარკის შესახებ უწოდოთ ამ იგავს, ცოტა მოგვიანებით შევეხებით, მაგრამ რამოდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ თხრობას იგავისას, რომ დაბნეულობა არ იყო ჩვენ შორის. იყო ვინმე მდიდარი კაცი, რომელიც იმოსებოდა პორფირითა და ბისონით და დღითი დღე ნადიმობდა ბრწყინვალედ. და მის გვერდით სახლთან ეგდო ქვეძვრებოდა ღარიბი ლაზარე. და ეს კაცი, ის მდიდარი, ყურადღებას არ აქცევდა ამას. ძაღლნი მოდიოდნენ და ლოშტნიდნენ წყლულთა მისთა. გარდაიცვალა ლაზარე, წაიყვანეს ანგელოზებმა აბრაამის წიაღში, იმავე ღვთისასუფეველში. გარდაიცვალა მდიდარიც და დამარხეს. და შემდგომ უკვე გრძელდება აბრაამსა და ამ მდიდარ შორის, რომელიც იმყოფება ჯოჯოხეთში, დიალოგი იმართება. რამენაირად გაუგრილოს ლაზარემ ენა და უშველოს იმ ძმებს, რომლებიც დარჩნენ ამ წუთის სოფელში. ეს ძალიან მოკლედ ამ იგავის შინაარსი. რატომ არის ასე? რასთან დაკავშირებული, რას მიემართება ეს იგავი? ნუ თუ განცხრომით ცხოვრება წარსაწმენდია? თავისთავად, რა თქმა უნდა, არა და ჩვენ აღვნიშნეთ ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც მაცხოვართან მივიდა მდიდარი ჭაბუკი შეკითხვით, როგორ ცხონდე მე. ჩამოუთვლის მაცხოვარი, რაც უნდა დაიცვას, მაგრამ ეს ამბობს, რომ ეს სიყრმიდგანვე დამიცავს მე. მაშინ ეუბნება, რომ დაუტევე ყოველივე და შემომიდეკ მე. და წავიდა ეს კაცი მისგან. მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ ადრე, რომ სიმდიდრე თავისთავად ცალკე აღებულად არ არის დამღუპველი. და ამ იგავშიც ჩვენ ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი სოდავს, რაღაცა სოდვებს იდენს. ან კაცის მკვლელია, ან კიდე სხვა რაღაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ერთადერთი არის, რომლის გამო წარწყმდება ეს კაცი. მაგრამ ვისკენ არის მიმართული პირველ რიგში? ამას შევეხებით ჩვენ ნელ-ნელა. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს ამ იგავის შინაარსში, ეს არის იმ სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც იყო ებრაელთა შორის გავრცელებული. და შესაძლოა დღესაც არის გავრცელებული სხვადასხვა ადამიანთა წარმოდგენაში. როგორ წარმოედგინათ ებრაელებს ღმერთის წყალობა მასზე? თუ მე მდიდარი ვარ, თუ მე შვილები მყავს, თუ მე ჯანმრთელი ვარ, ესე იგი ღმერთის შეყვარებული ვარ მე, ღმერთის წყალობა ჩემზეა. შეიძლება ვიღაცა ქრისტიანი ესე ფიქრობს დღეს. ვაი ამ ქრისტიანს, ვაი ამ მდგომარეობას და ამ ჭკუას. ეს არის სუფთა იუდეველური წარმოდგენა საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ამ იგავის და ზოგადად ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ხედავთ დატანჯულ ადამიანებს, აბოს, შუშანიკს და ასე შემდეგ უამრავს, ისეთს, რომლებიც დატანჯულები არიან და სწორედ მათ ეწოდებათ ღვთის მოყვარული ადამიანები და ღვთის წყალობის მქონე ადამიანები.
ესე იგი, ებრაული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მე მდიდარი რადგანაც ვარ, ღმერთის წყალობით ვარ ავსილი, აი ამ იგავით იმსხვრება. და რატო? საიდან ჩანს, რომ იმსხვრება? მარადისობიდან თუ გადმოვხედეთ ამ ყოფას, მაშინ ღვთისწყალობა ლაზარეზე იყო. იმიტომ რომ ჩვენ ხო უნდა ვაფასებდეთ არა ამ წუთის სოფლით ამ ყველაფერს, არამედ მარადისობის პრიზმიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ფასობს ადამიანის ცხოვრება. თუ ესი არ ფასობს, მაშინ ათეისტია ადამიანი. შეიძლება ეკლესიაში დადიოდეს, მაგრამ ათეისტი იყოს. აზროვნებით ათეიზმი სხვადასხვა გვარი არის. ათეისტი მაშინ ხარ, როდესაც შენ უკვდავების არ გჯერა. მაშინ ღმერთიც აღარ არის საჭირო. შეფარული ათეიზმია ესე ვთქვათ. ასე რომ მარადისობიდან როცა ფასდება ცხოვრება ადამიანის, თურმე გამოდის, რომ ეს მდიდარი სულაც არ არის ღვთისწყალობის მქონე. და პირიქით ლაზარია ცხონების შვილი. ეს პირველი რაც გზავნილია ამიგავისა. და ეხლა მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. მდიდრის ცხოვრებაში გამოიყოფა ორი ვნება, ორი გაუგუღმართება. პირველი დამწყები და მეორე, რომელიც გამოიწვია პირველმა. ეს პირველი რო არ ყოფილიყო, შეიძლება მეორეც აღარ ყოფილიყო. დამღუპველი რაც არის მისთვის. რომელი პირველი მდგომარეობაა დამღუპველი? ესე იგი, ჯერ არის საფუძველი არასწორი, რომელმაც შეუმზადა ადგილი იმ მეორე გაუგუღმართებას. აი ამ მეორე გაუგუღმართებამ გამოიწვია მისი წარწმენდა. პირველმა არა, მეორემ გამოიწვია. რომელი პირველი და მეორეა? პირველი რა არის? რა მდგომარეობაში იყო ეს კაცი? აი შეგახსენებთ სახარებიდან ტექსტ თვითონ. იყო ვირმე მდიდარი კაცი, რომელიც იმოსებოდა პორფირითა და ბისონით და დღითი დღე იხარებდა ბრწყინვალეთ. იხარებდა, ამ შემთხვევაში ნადიმობდა ბრწყინვალეთ. და შემდგომში წერია, იყო ლაზარე, რომელიც ქვეძვრებოდა და სხვა. ესე იგი, ამ კაცის, ამ მდიდრის ცხოვრება არის შემოსვა ბისონი და პორფირი, ეს არის სამეუფეო შესამოსლები. უმდიდრესი ხალხი იცვამდა ამას, მეფეები იცვამდნენ. და აი ეს არის მისი მთელი ცხოვრება. მდიდრის ცხოვრება არის მხოლოდ აი ამ სიტყვებით აღნიშნული. ყოველ დღე ნადიმი და შესამოსლების ცვლა. რა მდგომარეობა ადამიანის? შეიძლება ითქვას, რომ უსაქმური კაცია ეს კაცი. ეს კაცი არის გაცხოველებული კაცი. აქ პრობლემა ნადიმში კი არ არის. რომელი ნორმალური ჭკუის კაცი იტყვის, რომ ქეიფი და ნადიმი ცოდვაა. მით უმეტეს საქართველოში. ეს ცოდვა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს ეს მდგომარეობა და ამბავი. ქორწილი იქნება, ნათლობა იქნება თუ სხვა, ნორმალურ ადამიანს უყვარს. და გავრცელებულია ჩვენში ეს. ეს კი არ არის წარსაწმენდელი. არამედ არის, როდესაც სხვა საქმე არ აქვს კაცს. ყოველ დღე მისი საქმიანობა, მისი მთელი ჭკუა, მისი მთელი აზროვნება და შეიძლება ითქვას, მთელი მისი ცხოვრების მიზანი იყო ნადიმი და შესამოსელი. ფაქტობრივად ეს კაცი არის ცხოველი კაცი. და თუ ეს ასია, თუ სხვა საზრუნავი არ არის, მაშინ გამართლებულია ის გამონათქვამი შემდგომში უკვე, რომელიც გავრცელებულია ფილოსოფიაში. ლათინური ესეთი გამონათქვამია homo homini lupus est. ნიშნავს ადამიანი ადამიანისთვის მგელია. თუ მე ცხოველი ვარ და მართლა ცხოველია ეს კაცი, იმიტომ რომ სხვა ზრუნვა, სხვა საქმე მას არ აქვს, გარდა შესამოსლისა და ქეიფისა,
ყოველდღე რო იქეიფოს კაცმა და იცვალო შესამოსელი, რამდენი შემოსავალი ჭირდება. დიდარი კაცი იყო, ვიღაცამ დაუტოვა ეს. იმიტომ რომ სხვამ სამუშაო ამას არა აქვს, განცხრომით ცხოვრობს. ვიღაცამ დააგროვა წინაპარმა და ეს ცხოვრობს ამით. გაცხობელებულია. და თუ ეს ასია, მაშინ გამოდის მეორე ცოდვაც. ესეთ კაცს გაცხობელებულ მდგომარეობაში მყოფს. სალია ლაზარესათვის. და რატო უნდა გასცეს? თუ მე ცხოველი ვარ, ისიც ცხოველია, მაშინ გამართლებულია ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რამდენსაც უფრო მეტ შეჭამ, შენში იქნება. ის კი არა, რაცაცა გასცემ შენია და რაც არა დაკარგულია. ეს რა ლოგიკაა, კაცო? ადამიანი ადამიანისთვის მგელია. აი ამ ლოგიკით ცხოვრობს ეს კაცი. გაცხობელებული კაცი. და ამიტომაც აი ამ მდგომარეობამ მეტი ტვინი რო არა აქვს კაცს. მეტი დასაკავებელი რო არა აქვს, საქმიანობა რო არა აქვს. გაცხობელდა. ცხოველი კი ვალდებული არ არის რომ მიხედოს მეორე ცხოველს. ცხოველის ინსტინქტი მიეცის კი არ გეუბნება. მომეცის გეუბნება. და ჩვენ გვიკვირს, როგორ არ აქცევდა ყურადღებას ეს მდიდარი ამ ლაზარეს, როგორ შეიძლება ასეთი შინაგანი პროტესტი გვაქვს. და პროტესტი კი არა, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა მისი. და ამიტომაც არ ეხმარება, რომ ცხოველს ხედავს მეორეშიც, როგორც თვითონ არის ცხოველი. ცხოველს უნდა შეჭამოს სხვა, კი არ დაეხმაროს ცხოველი ცხოველს. ის უნდა შეჭამოს, ის უნდა გაანადგუროს. აი ამ ლოგიკით ცხოვრობს ეს კაცი. და ბუნებრივია რომ არ ეხმარება. არაფერს ყურადღებას არ აქცევს. აი შემდგომში მამები ამბობენ, რატო წარწყმდა ეს კაცი? რატო ხდება ჯოჯოხეთში? იმიტომ კი არა რომ გაცხობელებულია. ეს კიდე ერთი ნახევარი გზა არის. იმიტომ ხდება რომ ადამიანი არ არის. ადამიანობა დაკარგული კაცია. შეცვლილი აქვს აზროვნება აბსოლუტურად. ესე პირველი გაცხობელება და თუ გაცხობელებაა, მაშინ რომელ ადამიანურობაზეა საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ხანდახან ბავშვებთან ხომ აქვს საუბარი და რომ უკითხავთ, რომ აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ადამიანში? ბევრი რამეა მნიშვნელოვანი. მისი პროფესია, მისი განათლება, მისი მეგობრობა და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ერთი თვისება თუ არ აქვს ადამიანს, არაფერში რო აღრვარგა. არც მღვდლობაში, არც მრევლობაში, არც მამობაში, არც დედობაში, არც მეგობრობაში, არაფერში რო არ ვარგა. ეს არის ერთადერთი თვისება. რაც არ აქვს ამ დიდარს. და რომელი თვისებაა? ადამიანურობა. შენ ვინც არ უნდა იყო, როგორი ვარსკვლავიც არ უნდა იყო, როგორი ლამაზიც არ უნდა იყო და მდიდარიც და განათლებულიც. ნულის ფასია ყველაფერი თუ ადამიანურობა არ აქვს. რა არის ადამიანურობა? უბრალოება. ეს არის თავდაბლობა სწორედაც. აქედან იწყება ყველაფერი. მაგრამ ჩვენ თუ საერო ტერმინებით ვილაპარაკებთ, ადამიანი უნდა იყო. ანუ ადამიანური მაშინ ხარ, როდესაც სხვის მდგომარეობაში შედიხარ. სხვის სიხარულს იზიარებ და მით უმეტეს ტკივილს. შენნაირი რო არის ის. აი თუ ესი არ უყურებ, მაშინ ხარ გაცხობელებული.
ამ პარტავნებით შემოსილი. მე ვარ. ეს ვინ არის? ეს ხო გლეხია, ეს ხო ხელოსანია, ეს ხო მეზოვია. ეს ხალხი ჩემთვის ხო არ არის? აი, როდესაც ესეთი დამოკიდებულება ებადება ადამიანს, ეს არის ყველაზე დიდი დამღუპველი მდგომარეობა. იმიტომ რომ ხვალ და ზეგ ასეთი აზროვნების მქონე კაცი ჩავარდება ამ დიდრის მდგომარეობაში. ის მეზოვე, რომელიც გდია შენ სახლთან, ყურადღებას არ მიაქცევ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის შენთვის. მე ხო ვარსკვლავი ვარ, კაცო. და მე თუ ვარსკვლავი ვარ, ამ პარტავანი გაცხოველებული, ცხოველს არ უნდა უყვარდეს მეორე ცხოველი. ცხოველმა მეორე ცხოველს უნდა წაართვას პირიქით და არა გასცეს. აი, წმინდა კირილი ალექსანდრიელი ამბობს და ოქროპირიც. მდიდარი წარწყმდა არა სიმდიდრის გამო, არამედ არაადამიანური რომ იყო, აი ამის გამო. რამ გამოიწვია ეს ავადმყოფობა მასში? აი, უსაქმურობამ, უпроსორად, ერთადერთმა ზრუნვამ, უსაქმური არ იყო, კეიფობდა კაცი. ესეც საქმიანობაა. მაგრამ როგორი საქმიანობა, რა ზრუნვა, რა ღმერთი ყავდა მას? კეიფი და შესამოსელი. მეტი ჭკუა ვერ მიდის ამ კაცისა. იქით სხვაგან. მეგობარს დავეხმარო. კაი, მეგობარი ამისნაირი იქნებოდა ახლა. მაგრამ ეს დაგლახაკებული კაცი. აი, ერთმა მდგომარეობამ, ერთმა გაუკუღმართებამ, ამ ზრუნვამ სუმთლად წუთის სოფელზე, სუმთლად წუთის სოფლის კაცი იყო ეს კაცი. ამან მოახდინა გაცხოველება ამ კაცისა. დაავიწყდა ადამიანურობა. არც საინტერესებდა. 5 და 10 რომ ყოფილიყო ლაზარე, მაინც არ მიაქცევდა ყურადღებას. იმიტომ რომ მის ინტერესის სფეროში არ ხვდებიან ეს ადამიანები და მაგიტომ. ეხლა თავიდან რო თქვით, სარკის შესახებ მოძღვრებას გადმოგცემსო. ეს იგავი. სინამდვილეში სულიერი კუთხით რო ავიღოთ. რაც არის მდიდარი, ეს არის სარკე სიმდიდრისა, ოღონ სულიერი სიმდიდრის ლაზარესი. ლაზარეს სარკე არის მდიდარი. ოღონ გაუკუღმართებული სარკე კი არა. ის სიმდიდრე ყოფითი არა, სულიერი, რომელიც იცვლება იმ ქვეყნად. ეს ღარიბი მდიდარი ხდება და ეს მდიდარი სულიერი გაგებით. მდიდრის სარკი არის ეს დაგლახაკებული. ძალიან საინტერესოა, ერთი მხატვრული ნაწარმოებია ასეთი ოსკარ უაილდისა. თვითონ ეს ავტორი იყო გაუკუღმართებული კაცი, ბიოგრაფია მისი ძალიან ისეთი მამათმავალი იყო, ავადმყოფი. მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. დაწერა გენიალური ნაწარმოები, რომელსაც ქვია დორიან გრეის პორტრეტი. ადრეს გვიხსენებია ჩვენ. ეს ულამაზესი დორიან გრეი, ფილმიც არის გადაღებული. ძალიან გარყვნილი კაცია, უაღრესად გარყვნილი. და მოუტანენ თუ დაახატინებს, ახლა აღარ მახსოვს, პორტრეტს, თავის პორტრეტს. დიდი სურათია და ხედავს, ჩამოკიდებს ჯერ ზალაში და მე უყურებს, რომ რაღაცა ბერდება ეს პორტრეტი, ფუჭდება. და რამდენადაც გახსნილებაში ჩაფლული არის, იმდენად ეს ცოდვები მისი გადადის პორტრეტზე და თვითონ არ ბერდება. და მე რო დაინახავს, რომ ძალიან დაჭკნა ეს პორტრეტი, დაბერდა, დამახინჯდა, სულიერ მდგომარეობას ასახავს დორიან გრეისას. დამალა, აიტანა სადღაც დამალა. და ბოლოს ეს ულამაზესი კაცი
რომ გაძღება მაპატიეთ ამ სიტყვაზე, ამ გარყვნილებით ცხოვრებით, ადის და ნახულობს ამ პორტრეტს და აბსოლუტურად დამახინჯებულია ეს პორტრეტი. აი ეს არის შეიძლება სიმბოლო გადმოვიტანოთ დღევანდელ იგავზე. მდიდრის სარკე სულიერი არის დაწყლულებული, დამახინჯებული და მშიერი ლაზარე. როგორც დორიან გრეის პორტრეტი. ხოლო ამ მეორისა, რომელიც ითმენს, რომელიც ამ უბედურებას უდრტვინველად უძლებს, სულიერი გაგებით არის ის მდიდარი კაცი. სიმდიდრეშია. აი იმიტომ ვთქვი ჩვენ რომ თავიდან, რომ ეს იგავი არის სარკის შესახებ მოძღვრება. რა მდგომარეობაში ხარ ადამიანი ზოგადად? ვის ემსგავსები? საით არის შენი გონების თვალი მიპყრობილი? კაც, რომელიც მხოლოდ წუთის სოფლის კაცია, როგორც წერეთელი ამბობს, შუა კაცი ვარ უბრალოდ, ხან მიწისა ვარ, ხან სისა. აი თუ ხან სისა არა ხარ და მხოლოდ დედამიწისეული ხარ, შენში აღმოცენდება ეგოიზმი ამპარტავნებაა და ზემოდან რო დასქერი ადამიანებს ვეღარ არა ადამიანი ხდები მე. ხდები მგელი ადამიანისთვის. უნდა შეჭამო სხვა. რამდენადაც უფრო მეტ შევჭამ, უფრო ბედნიერი ვიქნები. ზოგი ასე ფიქრობს. ქრისტიანობა ესე არ ამბობს. თავარი არის ადამიანურობა. საღვთისმეტყველო ტერმინით არის თავმდაბლობა. ეს არის თავდაბლობა. თავდაბლობა რაღაცა, ეს კი არა რაღაცა კიდევ გავიმეორე ბევრჯერ მithქვამს. თავდახრილი სიარული და რაღაც სხვა რაღაცა რიტუალური ამბები. ეს კი არ არის თავდაბლობა. თავმდაბლობა არის, როდესაც ხარ ადამიანური. სხვის ადამიანობაში შედიხარ, ჭირსა თუ ლხინში. თუ ეს არ არის, გამოიწვევს აი იმ წარწმენდას, რაც დაემართა ამ მდიდარს. აი ეს არის ერთგვარი გზავნილი დღევანდელი იგავისა. მოგვცეს უფალმა სულიერი სიმდიდრე და ადამიანურობა, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი სულიერი მოღვაწეობისა. სხვა საფუძველზე დაშენებული სულიერი სასახლე ვერ გაუძლებს. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ.